დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. გაუშვებენ თუ არა ოპოზიციონერ ლიდერს ერთი წლით ციხეში იმის გამო, რომ საგამოძიებო კომისიასთან არის თანამშრომლობა, ამას ერთად გავიგებთ, თუმცა იქამდე შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რა პოლიტიკური მესიჯი იქნება თუ კი სასამართლო ატიმრობის განაჩენს გამოაცხადებს. მაშასე ამ და სხვა თემებით ვიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი ეთერში ახალი ამბების მოკლე საინფორმაციო კოლაჟის დროა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს რუმან ქურთულმუშს შეხვდება. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებული ჩხრეკისას ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული 30 შეკვრად დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ასპინძის წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება 2026 წელს არის აგეგმილი. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაში სირენების ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო აკაკი და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონო აკაკი, დავიწყოთ მოდით აქტუალური საკითხების შეფასება. პირველ რიგში კი მორიგი შეხვედრა, რომელიც შედგა მაკაბოჭორიშვილსა და ამერიკულ მხარეს შორის, როგორც ცნობილი ხდება, საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდიენცია ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა უაით ტოლკესმა გამართა, როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეხვედრაზე ნათლად განაცხადეს თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ხა როგორც ვიცით, იგივე ნაბიჯების გადადგმა იქნა მოთხოვნილი მაკაბოჭორიშვილთან რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზეც, ისე როგორც მოგვიანებით ლევან დავითაშვილთან აუდიენციაზე, რაც თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა. შესაბამისად, აი როგორ ფიქრობთ, ისევ და ისევ კონკრეტულად რას უნდა ითხოვდეს ამერიკა და მეორე მხრივ რას ქართული ოცნების რა ესე ვთქვათ განწყობებზე უნდა მეტყველებდეს ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამდენჯერ უწევს მისი მოთხოვნების გამეორება. ამერიკის შეერთებული შტატები ბევრჯერ შეახსენებს ქართულ ოცნებას, მით უმეტეს ეხლა მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებული პროცესების ფონზე. პროცესები ძალიან დაჩქარებულია და მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში ვის უფრო დიდხანს ეყოფა მოლოდინის რესურსი ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციას. თან ქართული ოცნების თავზე ხულფი ვიწროვდება, ოპოზიციის თავზე ხულფი არ ვიწროვდება. უბრალოდ აი მოუთმენლობა არ უნდა გამოვიჩინოთ და არ უნდა შევყვეთ ისეთ პროცესებში ქართულ ოცნებას, რომელიც მათ ლეგიტიმაციის რაიმე საფუძველს მიწევს. ეს შეხვედრები არის, იქნება და მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, თუ გავითვალისწინებთ რა პროცესებიც მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას ყოველ მორიგ შეხვედრაზე გადაცემენ მესიჯს, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ პროცესის ნორმალიზება დაიწყოს. ქართულ ოცნებას მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. დღეს პრაქტიკულად მიდის სრული შეტევა ავტორიტარულ, არადემოკრატიულ სახელმწიფოებზე, იმ ბლოკებზე, რომლებშიც რუსეთი მოიაზრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩება არათუ ამ პროცესების მიღმა, ვერ დარჩება ქართული ოცნების პოლიტიკის ესე იგი საბოლოო მიზანში. ტოტალიტარული და არადემოკრატიული ქვეყნების ბლოკში. მოთხოვნები აქვს თქვენი აზრით ამერიკის შეერთებულ შტატებს და რა ნაბიჯებია ესეთი, რასაც ქართული დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელსაც ექნება სანდოობა როგორც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში და საქართველოს მოსახლეობაში, ასევე გარეთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ესე ვთქვათ
სიტყვიერად დეკლარირებული პროცესი უნდა საიმედოობას უნდა პროცესი განაპირობებდეს თვითონ წინასწარი გარანტიები უნდა არსებობდეს ამისთვის და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში. ანუ იმ პირობებში არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ბიძინა ივანიშვილმა რო თქვას, რომ თვალნიშნავ არჩევნებს. მე მგონია, რომ ესეთ არჩევნებშიც კი არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ანუ არჩევნებში, რომელსაც უბრალოდ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ამოცანა არჩევნები კი არ არის, ჩვენი ამოცანა არის სამართლიანი დობა მოპოვებული არჩევნების ჩატარება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს არ ექნება წინასწარ 100-ით 0 ფორა 100-დან. იმიტომ რომ დღეს ამ პირობებში, რაც პირობებშიც 24 წლის შემდეგ კიდევ უფრო გააუარესა ხო ქართულმა ოცნებამ და არადემოკრატიული გახადა სისტემა. დღეს არჩევნების ჩატარება კი არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის უпроსორად არჩევნებად სახელწოდებული პროცესის ჩატარება კი არ არის. ჩვენი მიზანი არის ნამდვილი არჩევნების ჩატარება, სადაც საბოლოო შედეგი გარანტირებულად დაიდება ის, რაც უნდა ქართულ ხალხს. ოპოზიცია მოიგებს ან ხელისუფლება მოიგებს კი არა. არა, გარანტირებულად დაიდება ის შედეგი, რაც უნდა ხალხს. და არა ის, რაც უნდა მართლ ჯგუფს, ან თუნდაც ოპოზიციის რომელიმე ნაწილს. არა, პროცესი უნდა გარანტირებულად გვეუბნებოდეს და გვაჩვენებდეს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ხალხის ნების დემოკრატიული გამარჯვება. აი თქვენ თქვით, რომ ყულკი გაწევდება ქართული ოცნების თავზე. თუკი ოპოზიციური სპექტრი არ შევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ყულკი კიდევ უფრო დავიწროება. აი თქვენ ასევე თქვით, რომ უნდა გამოიჩინოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოუთმენლობა არჩევნებში შესვლით. ეს ასე თქვა და ნებისმიერი პროცესი, არა მხოლოდ არჩევნები, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ოცნებას ათქმევინებს, რომ აი სტაბილიზაციისკენ წავიდა სიტუაცია, ჩემის აზრით, არის ოპოზიციისთვის კი არა. უბრალოდ ქვეყნისთვის არის დამოუკიდებელი და წამგებიანი, იმიტომ რომ მე წეგან თქვი, რომ საქართველოს არავინ დატოვებს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება მსოფლიო წესრიგში, ეს პროცესები ამაზე მეტყველებს საქართველოს არავინ დატოვებს საქართველოს ხელისუფლების დიდი სურვილის მიუხედავად ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყნების რამში, ოღონდ თუ მთელი საქართველოს სურვილი არ იქნება ეს. ამიტომ დღეს თავარია საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიუხედავად საქართველოს მინიმუმ ვინმე წარმოადგენდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ვინმეს მხრიდან მაინც ისმოდეს ხმა, რომ საქართველოს ნამდვილად უნდა და ქართულ ხალხს ნამდვილად უნდა დასავლური ცივილიზებული ინსტიტუტების და ოჯახის წევრი იყოს. ამაზე პირველ რიგში მეტყველებს ის პროცესი, რომელიც რუსთაველზე მიდის და ამაზე მუშაობს ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობს დასავლეთთან, ამაზე მუშაობენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე მუშაობენ ჩვენ პარტნიორებთან სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის და ყველა ნაბიჯი გარედან თუ შიგნიდან მიმართული არის სწორედ იმისკენ, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდეს. აი არჩევნებზე აი ახლა დღეს არა უბრალოდ ორი გუშინ თუ გუშინ წინ სალომე ზურაბიშვილი იყო გლობსექის კონფერენციის მონაწილე. ხო, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას ეხება და ვის თუ არა ჩვენ უნდა გვაწუხებდეს. ჩვენ ხო ისეთ ადგილზე ვცხოვრობთ, რომ ყველაზე მეტად უნდა გვაწუხებდეს გლობალური უსაფრთხოების პროცესები, იმიტომ რომ ის რაც გლობალური უსაფრთხოების თვალსაჩინოსებისგან შორს არის, ჩვენ ნაგერ ყურის ძირში ხდება. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებისგან არც ერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, მიწვეულებიც არ არიან, იმიტომ რომ საქართველო მთლიანად არის ამოვარდნელი ამ პროცესისგან. დაუჩემებიათ ერთადერთი რამ, რომ აი მშვიდობას ვიცავთ და სამწუხაროდ ქართული ოცნების ამორჩეველი ან ის ადამიანები, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნით არის დაინტერესებული და არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ პირადულ ინტერესს, ეს არის სამსახურებრივი მდგომარეობა, ეს არის ფინანსური მდგომარეობა, ეს არის სხვადასხვა გავლენებით ვაჭრობა, პირდაპირ არიან მიბმული ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას და მათი პირდაპირ ინტერესია ისინი თავიანთ ინტერესს, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, ქვეყნის მომავალზე უფრო მაღლა აყენებენ და აი ამ ხბადაღებულ მშვიდობა შეინარჩუნა ქართულმა ოცნებამ ამ ხბადაღებული პროპაგანდისტული ილეთით ერთ რამეზეც კი არ ფიქრობენ, რომ აი მე ახლა გუშინ გაუგნებული ვარ, აი ლოგიკის ნატამალი არა ჩანს ხოლმე ქართული ოცნების მომხრეებში, რომ გუშინ წინ ერთ-ერთი თავარი პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა ამბობდა, რომ ეგრეთ წოდებულმა deep state-მა თურმე გაწირა ისრაელი და აიძულა დაერტყა ირანისთვის. ამ დროს არც ერთ ქართული ოცნების არც ერთ მომხრეს
არ უჩნდება გაცდა, რომ აი ამ სოფლიოს მართველი deep states, რომელმაც ირანთან ომშიც კი ჩაითრია ისრაელი, თურმე, აი რა პრობლემაა მათთვის საქართველოს თუნდაც პრობლემების აი ესე თითის დაწყატნებით მოგვარება და იმ ოპერაციის ჩატარება საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა ოპერაციად ჩაუტარეს ირანის ხელისუფლებას. რა წარმოუდგენლად საფათო საშიში და ესეთი დიდი წინააღმდეგობის გამწევი ხელისუფლება გვყავს ჩვენ, რომ სოფლიო, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს, თუმცა თემ სოფლიოს მართავს საშინელი აი მესამე სოფლიო ომთან მიახლოებული პროცესების სათავეებთან დგას და გადაწყვეტილებთან ეს deep state და თუმცა ეს deep state-ია ვერ ახერხებს ამ წუთში ფიცინა ივანიშვილის და კობახიძის ხელისუფლებაზე პასუხის მოთხოვნას. არა, სინამდვილეში ჩვენს მშვიდობას უზრუნველყოფს სწორედ საერთაშორისო წესრიგი, ჩვენს მშვიდობას უზრუნველყოფს უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსების წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთი უბრალოდ ვერ იცნის ჩვენთვის და როგორც კი რუსეთში დაამთავრებს ბრძოლას უკრაინისთვის, იმ წუთში იმ წამსვე ალბათ ნიში ვდგებით ჩვენ ანუ საქართველოს უსაფრთხოება სინამდვილეში ჩვენი პარტნიორები, უკრაინელი ბრძოლი ხალხი და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს და არა კობახიძიან ქართულიებს. პირიქით ხიფათისკენ მიგვაქანებენ, იმიტომ რომ ტოვებენ აბსოლუტურად აუცილებლს, ტოვებენ პარტნიორების გარეშე, ერთი ქვეყანაც კი არ აღმოჩნდება, აი აზერბაიჯანს თუ პრობლემები შეექმნება, თურქეთი მაინც ამოიღებს ხმას. ჩვენ ერთი სახელმწიფოც კი არ დარჩება ალბათ იმ ჩვენ მხარდამჭერი ისე მიყავს ქართულ ოცნებას საქმეს თუ ჩვენ საფრთხე შეგვექნება და ვისგან არის მოსალოდნელი საფრთხე დასავლური სახელმწიფოებისაგან რუსეთისაგან და ტოტალიტარული არადემოკრატიული თქვენ რამდენიმე აქტუალურ საკითხს შეეხეთ, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს და ჩვენ ამ თემას ისევ დაუბრუნდებით, იქამდე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც მინდა რომ მაყურებლებს შევთავაზოთ თქვენი პოზიციები, თქვენი შეხედულებები, მათ შორის ჩვენ გვყავს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მაყურებლებს რომ გავახსენოთ, საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარს, აი 4 დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის ერთ-ერთია ზურაბ ჯაფარიძე, რომლის საქმეზეც შესაძლოა სწორედ დღეს გამოცხადეს განაჩენი. შესაბამისად ამ თემასაც მინდა დავუთმოთ რამდენიმე წუთი. ერთია რომ თქვათ გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამოგაუშვეს ოქროაშვილი, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ციხეში, თუმცა მეორეა განაჩენი, რომელიც მათ საქმეებზე უნდა დადგეს. შესაბამისად, აი როგორ ფიქრობთ, რა იქნება უკვე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ისევ ციხე როგორ ფიქრობთ და თუ კი ეს ასე აღმოჩნდება, რა მესიჯი, რა პოლიტიკური გზავნილი იქნება ეს პოლიტიკური ხელისუფლების. ჯაფარიძე გუშინ გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. კი ბატონო, თუმცა ჯაფარიძეზე დღეს უკვე განაჩენს ველოდებით. ხო, ოღონდ ზურაბ ჯაფარიძე უკვე ზის ციხეში და თუ ჯარიმას მიუჩიან, ასე ჩვენ შეიძლება გათავისუფლდეს ციხიდან, არა და უკვე ზის ციხეში და თუ ციხეს მიუჩიან, ციხეში უკვე ზის, თან მინდა გითხრათ, რომ წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა და სასჯელის მაქსიმალური ვადა 1 წელი, ანუ პრაქტიკულად ამ ხელისუფლებას შეეძლო წინასწარი პატიმრობის ფორმითაც კი პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში ციხეში ყოლოდა პოლიტიკური პატიმრები, ამ თვალსაზრისით მე ვერ ხვდები რომ რამე შეიცვალოს, შეიძლება ჯარიმა მიუსაჯოს, მაგრამ პოზიცია წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პატიმრებისა, ისინი ალბათ არ დათანხმდებიან ჯარიმის გადახდაზე. მგონი აქ არჩევანის თავისუფლება აღარ აქვს, უკვე მსჯავრდებულებს ამ შემთხვევაში ხდება დაყადაღება თავისუფლების გადაწყვეტილების არჩევანი არა აქვს და იძულებით აღსრულებას შეეცდებიან თუ ამ ადამიანების უკან რამე ქონება იმალება, ოღონდ ქართულმა ოცნებამ ძალიან უცნაური კანონი მიიღო. ხო, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არგებენ ყველა გადაწყვეტილებას და ამას არც მალავენ. აი თავხედურად მთელი სახელმწიფო ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს გუშინ დაინიცირდა და მგონი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რომ თუ ვინმეს ფინანსური ვალდებულება დაიკისრება, ფინანსური ჯარიმა შეიძლება ამოგებული იქნეს არა მხოლოდ უშუალოდ იმ ადამიანის ქონებისგან, ვისაც დაეკისრა ან ფინანსური აქტივებიდან, არამედ მისი ოჯახის წევრებისგანაც კი და პირდაპირ ამბობენ, რომ აი ბაჩიაშვილს გადამალულიც რო კონდეს ქონება, ჩამოვილი მის სანათესაოს და თუ კი ვინმეს რამე აქვს, ყველა წავართვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აუნაზღაუროთ ის რაღაც დანაკლისი, რომელზედაც თავის დროზე უარყოფდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რამე წილში იყო. მე მახსოვს 29 თუ 21 წელს მე პირადად გავაკეთე
ბიტფურის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანიდან გადაცემა და ჩართვა, როცა ვამბობდი, რომ ბიტფური სარგებლობს იაფი დენით და ჩვენი საერთო ხარჯით გამოიმუშავებს ბიტკოინებს, კახეთზე ორჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა, ესე მახსოვს ერთი საწარმო, აი მთელ კახეთის რეგიონს რა ელექტროენერგია ჭირდებოდა, ერთი იმდენი ელექტროენერგია ჭირდებოდა აი იმ პატარა საწარმოს, პატარა ტერიტორიაზეა, ოღონდ ძალიან ენერგოტევადი და მაშინ ქართული ოცნების მხრიდან კატეგორიულად იქნა უარყოფილი, რომ ინვესტირების ფონდი კი მონაწილეობს, მაგრამ ბიძინა არაფერი შუაშია. დღეს რა ხდება? დღეს ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმ საწარმოში გამომუშავებული ბიტკოინებიდან ედავება ბაჭიაშვილს, რომ რაღაცა მას მოპარეს და მოუტეხეს. ოღონდ არ დამოვიწყავ ხო, რომ ქართული ოცნება ესე ვთქვათ, ახალ ეტაპზე გადავიდეს და დაიწყოს ჯარიმების ამოღება არა მხოლოდ იმ ადამიანებისაგან, ვისაც აჯარიმებენ, არამედ მათი ოჯახის წევრებისგანაც კი. ოღონდ ვიმეორებ, რომ და წეღადაც სწორედ ამიტომ თქვი, მოთმენა არა, შეიძლება ცოტა გაძლებაც გვიწევს, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღეს ეხლა მართლა მოთმინებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, ქართული ოცნების თავზე ვიმეორებ, ყულფი ვიწროვდება, სანქციები გაგრძელდება, ან შეისმენენ რა ქვია, ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს, ყველა მოწოდებას შეთაშორის ერთ-ერთი ესეთი მოწოდება იყო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ევრორეზოლუციაზე, დაგმობით, რომ აი არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოგვიწოდეს. ტყუილია არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოგვიწოდებენ მომავალში, ოღონდ იმ პირობებით, რომელიც იქ წინასწარ იყო ჩამოყალიბებული იმ მოთხოვნებით, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ჩატარდეს მინიმალურად მაინც ისეთი არჩევნები, რომელსაც მინიმალური ნდობის ელემენტი ექნება. ასე რომ ფიქრობ, რომ ქართული ოცნების მიმართ ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ, პროცესებიც ვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ზეწოლა გაგრძელდება, სანქციების გარდა სხვა მოქმედებებშიც გადაიზრდება, დარწმუნებული ვარ პირად სანქციების გარდა, იმიტომ რომ დღეს მიმდინარე პროცესებიდან საქართველოს ვერ დარჩება ცალკე. ეს ვერ იქნება რაღაც ავტონომიური ამოგლეჯილი კუნძული და ოღონდ ვიმეორებ, რომ ახლა მთელი საქართველოს ვიტყვით, რომ რაღაც უბედურებაში გვინდა დარჩენა, რამენაირად მოიძებნება სხვა გზებიც საქართველოს ალტერნატივა, ან საქართველოს დარჩება ერთადერთი ფუნქცია, ვთქვათ, ტვირთების გატანის და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ტვირთები გატარებდეს სატრანზიტო ფუნქციას ვასრულებთ, მაგრამ დემოკრატიული ქვეყანა ვარ თუ არა, თქვენ ისაკი არა, ჩვენ მოგწონს აი ბუდიჩუკი და ნეხვში ცხოვრება, ხო, მაშინ ვაცხოვრებენ ამ ნეხვში და დაგვანებებით. ბატონო კაკი, მე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე უკვე კითხეთ, ახლა გიორგი გახარიაზე მინდა დაგისვათ კითხვა და რატომ ის უკვე ხელმეორედ დაიბარა საგამოძიებო კომისია პარლამენტში, თეატრულუკიანის კომისია, მას 23 ივნისს ელოდება კიდევ ერთხელ კომისიის ხდომაზე. გახარიას 2019 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას ედავებია, რამაც ქართული ოცნების მტკიცებით ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. ციტატა: ქართულმა მხარემ დავდგით ერთი და მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 საგუშაგო და 1 მოძრავი პოსტი. აი გუშინ გააკეთა განცხადება სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბადაძემ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში სწორედ ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. როგორ ფიქრობთ, რატომ ამოიღო ქართულმა ოცნებამ მიზანში უკვე გიორგი გახარია? პირველი თან ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის გიორგი გახარია რატო ამოიღო, ან კიკო ბობოხიძეს რატო ამოიღებს, თუ ამოიღო როდისმე მიზანში. თავარია რომ ამ დონის მავნებლები არიან. ანუ ისე როგორც მიშა სააკაშვილს აბრალებენ 2008 წელს ომის დაწყებას, რა ქვია, ანუ მზადარიან არათუ წინა ხელისუფლებას, საკუთარ ხელისუფლებასაც კი დააბრალონ, ეს ხო არ არის მარტო ის პრობლემა, რომ აი ჩვენ რო დავდგით იმათმა 5 დადგეს. არა, ბრალდება ნახეთ, კარგად უწყო ქვეყნის დაუთან ანონიმურად საბოტაჟი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანიშნულება. ან ომის წინაპირობის შექმნა, სიტუაციის დაძაბვა, ანუ საქართველოს მაშინდე შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალდება წინასწარ განზრახული იქნედება ვისთან ოს ძმებთან ეთქობა, ხო? თუ რუს ძმებთან, ვიღაც ძმებთან სიტუაციის დაძაბვის პროვოცირებისა. ანუ ეს არის იმდენად მავნებული ხელისუფლება, რომ არათუ წინა ხელისუფლებას, არამედ საკუთარი ხელისუფლებასაც კი, იმიტომ რომ გახარია მათ ხელისუფლებას არ მოადგენდა, მაშინ ამ მავნებლობას აბრალებენ.
და გახარიას მიმართ რა მიზანი აქვს? ეს მნიშვნელოვანია გახარიასთვისაც, პოლიტიკური სურათისთვისაც, ოღონდ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამით კიდევ აგრძელებენ იმ მამრებლობას ქვეყნის წინაშე, რომ საქართველო არის აგრესორი. ვინ დაიწყო თავის დროზე ოსების წინააღმდეგ ბრძოლა? თამაშინდელი ოპოზიცია ზვიად უпроსორად ვინ დაძაბა ურთიერთობას ზვიად გამსახურდია. ვინ დაიწყო ბრძოლა აფხაზების წინააღმდეგ? თიტოვან საბრალებდა შევარდნაძე, დანარჩენი ოპოზიცია შევარდნაძეს ზვიადისტური თუ არაზვიადისტური 2008 წლის ომი ვინ დაიწყო? მიხეილ სააკაშვილმა. მაშინ აფხაზები და ოსები მართლები ყოფილან. აღარ უნდათ ამ მუდმივად ბრძოლის დამწყებ, მუდმივად არეულობის დამწყებ ერთთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. აი ამ ხას ამაგრებს დღეს და თუ ამდენ ხანს ამას ოპოზიცია ამბობდა, თუ ჩვენი ყველა პრეზიდენტი, თუ ჩვენი ყველა მინისტრი ომს იწყებდა, მაშინ ამ ხალხთან როგორ უნდა იარსებოს რომელიმე სხვა ეთნოსმა და რომელიმე სხვა კუთხე. აი ამ მაუნებლურ ხას აგრძელებს დღეს ქართული გახარიას კომპონენტზე გახარიას კომპონენტზე მიზანი უნდა კონდეს უკვე უშუალოდ ყოფილი პრემიერის და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომ ის განსაკუთრებით წარედ დაჯდა გახარიას. და არ ვიცი, დაჯის ალბათ ან გახარია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს იქნება თქვათ ურთიერთ კომპრომისი. ან შეიძლება მაინც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ რა არაში იმგინდა, მაგრამ გარედან რაც გამიგია, მიაღებინებს კიდეც არჩევნებში მონაწილეობას, კატასტროფულ იმას დაუწევს, რა ქვია, პოლიტიკურ მხარდაჭერას და ამის შემდეგ მაინც დაიჭერს. ისე როგორც სხვა პოლიტიკურ თქვათ სუბიექტებსაც, რომლებიც შეიძლება ამ თამაში შეყვნენ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გარდა ამისა, მე მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება, ისევ, მაგრამ კონცეპტთან არგუმენტი არ მუშაობს, იმიტომ კი არა რომ სინამდვილეში ვერ აზროვნებენ. არა, უბრალოდ არგუმენტები და არგუმენტებიზე დაყრდნობით მე მიღებული დასკვნები არ აწყობ. მე ძალიან მაინტერესებს ესეთი რამ, თუ გახარიამ ეს გააკეთა მართლა ის რა ბრალიც მას საყენებული აქვს. მაშინდელი უშიშროების მინისტრი დასაპატიმრებელი არ არის? უშიშროების მინისტრი შინაგან საქმეთა მთავრობის უსაფრთხოებო სოსის უფროსი არ არის მინისტრთა კაბინეტის წევრი. ის დამოუკიდებელი ორგანიზაცია. აგერ ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ წინააღმდეგი იყო საგუშაგოს გახსნის შორჩანაში და ეს მაინც გაკეთდა. შეიძლება რაღაცის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ კანონი თუ არ ირღვევა, მაშინ წინააღმდეგი ვიყავი, არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ის შეიძლება მაინც მოხდეს. მაგრამ დღეს ლაპარაკი არის, რომ კანონი ირღვევა თურმე და სუსის ფუნქცია შემთხვევით ხო არ არის, რომ სწორედ ამ ტიპის შემთხვევებში საქმეც აღძრას, გამოძიებაც დაიწყოს, ისე რომ არ დაელოდოს რას იზამს პროკურატურა, ისე რომ არ დაელოდოს რას იზამს პრემიერ-მინისტრი. პირიქით, სულ შეუძლია პრემიერ-მინისტრის დაკავებაც კი თუ ის სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით ნიშნულოვან დანაშაულობებს ჩადის. სუსი არის მინისტრთა კაბინეტისგან დამოუკიდებელი ორგანო განსხვავებით თქვათ შსს მინისტრისაგან. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ აირჩია გახარია მადრაკია პრემიერ-მინისტრად და გაგახსენებთ ირაკლი კობახიძის სიტყვებს. ყველა ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ანუ გახარია არის ერთადერთი გამომეორებელი და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ფიგურა. დღეს რას ამბობენ? უსუსურ არის სამარცხვინოდ. ოღონდ როგორ არის ცი კიდევ ერთხელ მეორე თავარი ხოცები რას ამბობენ კი არ არის პოლიტიკური ლიდერები. თავარი არის როგორ ხლაპავს და კენკავს ამას ამომრჩეველი, იმიტომ რომ ამომრჩეველი არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სინამდვილე ნამდვილი ძალა და არა ხარებან და არა ვინმე. აი ეს ამომრჩეველი, რომელიც დასაყრდენად ქართულ ოცნებას ყავს ჩვენ და სამწუხაროდ, ის არ არის საქართველოს მოსახლეობაზე ნახევარზე მათი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაფერს ყლაპავს. ოღონდ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ ლოგიკა არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ასე აწყობ იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რომლითაც ისინი მიბმული არიან ქართულ ოცნებაში. მათთან მუშაობას ოპოზიციური ძალების მხრიდან აზრი აქვს თუ თითქმის არა. იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინელები იცავენ დღეს საქართველოს მშვიდობას. ოღონდ ესე აწყობთ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალაუფლებას დაკარგავენ. სხვანაირად თავიანთ ესე ვთქვათ პრაქტიკულად მოღალატეობრივ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ თავიანთ ამორალურ საქციელს უბრალოდ ვერ გაამართლებენ. ამიტომ რო გველაპარაკონ მორალური უპირატესობის პიედესტალიდან მაღალი კატეგორიები მოყავთ არგუმენტად, რომ აი აბა ომი გვინდა, აბა ბიძინას ერთადერთი ბიძინა იყო რომის იმაშიც ხელისუფლებაში თურმე ტერიტორიები არ დაკარგულა. დღეს რას წერენ? რამდენი ის დაიკარგავო? 1,000,000 კვადრატული მეტრი. თან აქაც სასაცილოები არიან. 1,000,000 კვადრატული მეტრი არის 100 ჰექტარი.
2 მილიონი კვადრატული მეტრი კარგად ჟღერს, თუ უცებ არ გადაიყვან სხვა იმაში რა ქვია ზომით ერთეულებში 100 ჰექტარი ისე არ ჟღერს. შარმანაშვილს მოусმინა ამასინა და ის საცოდაობა, როცა ვიცი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა და სისულელის ტკიცებას იწყებს, რომ თურმე deep state-ს გაუწიეს ანგარიში და იძულებული გახდნენ deep state-ის წოლის გამო დაენიშნათ მაშინ გიორგი გახარია, მათ რა ქვია მინისტრად. რა გარანტია თუ ერთხელ ვიღაცის ზეწოლით დაგინიშნეს გიორგი გახარია საქართველოს მტერი, როგორც თვითონ ამბობენ პრემიერ-მინისტრად. ეხლა რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ვინმე რომელიღაც სხვა deep state-ის ან deep state-ის მოწინააღმდეგე ბანაკის ასევე ფარულ ზეწოლას არ ექვემდებარებიან. ანუ ვინ არიან საერთოდ ეს ადამიანები? ეს რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეხლა ნამდვილად ვაშკაცები გახდნენ, ეხლა ნამდვილად შეუძლიათ საქართველოს ინტერესების ბოლომდე დაცვა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ სხვა ინტერესი როცა აქვს ამომრჩეველს, როცა ის თავისი ბანაკის სამრეკლოდან რეკავს, იქ არგუმენტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მიმაჩნია რომ სინამდვილეში ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველს პირიქით ბევრი უნდა ველაპარაკოთ, რომ აი ამ მავნე პრორუსულმა აგიტაციამ მათზე არ მოახდინოს გავლენა. იმაზე გავლენის მოხდენა ნაკლები შანსი მგონია. და ყველაზე მთავარი ჩემი სასწრით არის პროდასავლურმა ოპოზიციამ ქვეყნის შიგნით რა თქმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ ჩვენთან, მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დგება, როდესაც ქვეყნის გარეთ არის საქართველოს ხმა აქტიურად გასატანი, რომ საქართველოს ამ პროცესებიდან საქართველოს სურვილი რომ ამ პროცესების შემდეგ დავჭეთ ცივილიზებული სამყაროს ბანაკში კაფიოდ და ნათლად ჩავდეს. მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. აკაკი ბობოხიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ გიორგი ბოტკოველი გვერდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვიერთით. ბატონ გიორგი, მოდით ჩვენი ინტერვიუც მაკა ბოჭორიშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესის შეხვედრის შეფასებით გავხსნათ. აუდიენცია გუშინ შედგა და მას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, რაც შეეხება შეხვედრის შინაარსობრივ მხარეს, საელჩოს განცხადებაში ასეთი რამ წერია, ციტატა, ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ციტატის დასასრულია. ისევ და ისევ კითხვა, რომელიც ბევრჯერ მოგისმენიათ. თქვენი აზრით რა კონკრეტული მოთხოვნები იმალება იმ გზავნილების უკან, რის გამეორებასაც პერიოდულად ცდილობს ხოლმე ამერიკული მხარე ოფიციალური თბილისისთვის. მოგესალმებით თქვენს მსმენელს და თქვენს მაყურებელს. ეხლა ეს რო არ იქნება ის, რასაც ჩვენ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვისმენთ ხოლმე, რომ რაღაცა გადატვირთვის რეჟიმისთვის ემზადებიან თუ ამ პროცესში არიან, მიდგომის გადახედვა პირდაპირ ნიშნავს, რომ გაუარესებულია ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქიდან გამომდინარე, თუ რა მმართველობა წავს ეს ქვეყანას და როგორი მმართველობის პროცესიც არის, ფაქტობრივად ქვეყანა ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ცდილობს, რომ ქვეყნის კურსი თავიდან ბოლომდე სხვა მიმართულებით შეატრიალოს და ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები. ამიტომ ყოველი შეხვედრა დარწმუნებული ვარ და ეს შეხვედრა წინ უსწრებს ასევე და იმ პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება, დარწმუნებული ვარ და ეს არის მეგობარი აქტის მიღება, რომელიც უკვე საბოლოოდ განაჩენს გამოუტანს და მხარდაჭერა იქნება პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ, როდესაც კონკრეტული ადამიანების დასაქცირება მოხდება და მთავარი მოხდება იმ ადამიანის დასაქცირება, ვისთვისაც ფულია ყველაზე მთავარი და არა სამშობლო და არა ქვეყნის მომავალი და არა ის ხალხი, რომელი ხალხის წინაშეც 2012 წელს თუნდაც პასუხისმგებლობა აიღო, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე სხვა დანარჩენი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ, ძალიან კარგად აფასებენ, თუმცა მთავარი არის, რომ ის მუხტი, ის წინააღმდეგობის პროცესი არ შეწყდეს საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს. ეს იქნება, ვთქვათ, იგივე აქციები იქნება თუ სხვადასხვა
პოლიტიკური ქმედებები, ნაბიჯები, რომელსაც უნდა გავდეს ადგილზე ოპოზიცია ქართულ ხალხთან ერთად. აი ეს მეგობარი აქტი, სანქციები, რომელიც შესაძლოა იყოს, ეს არის ის, რაც აიძულებს ქართულ ოცნებას დათმობაზე წავიდეს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. 2 თვეზე მეტია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ქართული ოცნებისგან სწორედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, თუმცა ვხედავთ, რა დრო გადის და ასეთი ნაბიჯები არ ჩანს. ხო, შესაბამისად ეს აჩენს კითხვას, რა წაიყვანს ქართულ ოცნებას დათმობაზე. აი რა აიძულებს მმართველ პარტიას გადადგას ნაბიჯები, რასაც მისგან მოითხოვს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დასავლეთში ევროპელი პარტნიორებიც. მხოლოდ მეგობარი აქტი არა, რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ ასევე ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აგვაქვს, ევროკავშირის მხრიდან აგვაქვს და ამ ერთობლიობამ, აი ამ მხარდაჭერამ ქართული ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა შეცვალოს ის პროცესი, რომელიც პროცესი დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და ის რეალობა, რა რეალობაშიც აღმოჩნდით. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სუვერენიტეტს, ხო? ქართული ოცნების ყოველდღიური ქმედება უფრო და უფრო მეტად გვაახლოვებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არის პირველი მტერი და ოკუპანტი ჩვენთვის, ქართული ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის. ამიტომ აი ამ მხარდაჭერის ერთობლიობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისე ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან, ვფიქრობ, რომ გატეხავს იმას, რაზეც ესენი დგანან ძირითადად და იმას შეუწყობს ხელს, რომ კიდე თუ ვინმეს რამე შეფასებები არ გაუკეთებია, თუ ვინმე კიდე ვერ არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ საით მიემართება ივანიშვილის ხელში, ბიძინა ივანიშვილის ხელში ჩვენი ქვეყანა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც გავლენას მოახდენს როგორც ქართული ხალხის აქ ადგილზე აქტიურობაზე. კი ბატონო, სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ და ახლა უკვე დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეც მინდა გკითხოთ, რომელთა შორისაც ერთ-ერთის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე შესაძლოა დღეს მოხდეს განაჩენის გამოცხადება, პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე დაწყებულია, მას არესტრება თვითონ ზურაბ ჯაფარიძე. ხო, 4 ოპონენტი ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. ხო, ეს ვიცით, თუმცა რას ელოდებით უკვე უშუალოდ განაჩენთან მიმართებაში, რა გზით წავათ თქვენი აზრით მმართველი პარტია? კი, წეღანაც გისმენდით, როდესაც ბატონი აკაკი გეჭდათ ეთერში და 4 თქვით და რა ვიცი, მე მგონი მარტო 4 არ არის და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის ის ყველაზე პირველი იყო დაპატიმრებული, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზით დაკავებულ მაგრამ როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა დაავიწყდეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილისა 2012 წლიდან და სწორედ ის ამბობდა და სწორედ ჩვენ ვამბობდით იმას, ეხლა ეს ნიშნის მოგებით არ ვამბობ, თუ საით შეიძლება წაეყვანა ქვეყანა ივანიშვილის და საკუთარი წარმატებისთვის მოირგებდა ყველაფერს და ქვეყნის დაღუპვისთვის ყველაფერზე წავიდოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიმარს, როგორც ირაკლი ოქუაშვილს, ნიკა მელიას, ზურაგ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც კიდე რიგში დგას, შეიძლება ითქვას. ამიტომ სწორედ ამიტომ არის, რომ ბიძინა ივანიშვილთან რაც უფრო მეტად თუ ვინმეს გონია, რომ ბიძინა ივანიშვილის რაღაცა თამაშის წესებში მონაწილეობით რამენაირად შეამსუბუქებს საკუთარ ან არ დაჭერას, ან წინააღმდეგობას მისი მხრიდან, ივანიშვილის მხრიდან საკუთარ თავზე, ამ ყველაფრით ანალიზი უნდა გააკეთოს. სწორედ იგივე შემთხვევაა მაგალითად გახარიასი, ხო? რასაც ჩვენ ხედავთ, ხო? რაც უფრო მეტად მორჩილებაში შედიხარ, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ რაღაცა მონაწილეობა მიიღო იმ თამაში, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი მაგალითად ადგილობრივი არჩევნების სახით და იქ საკუთარ პოზიციას აფიქსირებ, რომ თითქოს მზად ხარ მიიღო მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ მოგადგება მისი აი ეს დამსჯელი ასე ვთქვათ პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაგრძელება, რომელიც წინააღმდეგობაშიც უნდა ვიყოთ ერთიანები. აქ არის მთავარი ყველა ოპოზიციური პარტიას ჰქონდეს ერთი მთავარი მიზანი და პოზიცია. ეხლა მაინც, ხო, დღეს არ არის იმის თვლის დრო, ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს, ვინ რომელი ოპოზიციური პარტია იქნება, ვინ პირველი იქნება, ვინ მეორე იქნება, ვინ მესამე იქნება. ჩვენ ეს ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ არ ვიქნებით ერთიანები. ამიტომ ყველა ამ პროცესში მთავარი მიზნად უნდა დავისახოთ ერთიანობა იმისთვის, რომ დავასრულოთ რუსული რეჟიმი და მერე, როდესაც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, აი მერე ვითვალოთ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ხმები და მერე ვეძებოთ ჩვენი მხარდამჭერები. დღეს ყველა ეს ადამიანი,
ვინც დღეს ოპოზიციურად არის ქვეყანაში განწყობილი და ოპოზიციური არსებობს, არის უნდა იყოს ერთადერთი პარტიის მხარდამჭერი, ეს პარტია არის საქართველო. ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ და მერე ვითამაშოთ ცალ-ცალკე ვინ რომელ ადგილზე ყოფი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს. თქვენ მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ და მის შესახებ მინდა ჩაგეკითხოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობის კონტექსტში, აი კომისია, რომელიც თეატურ წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტშია შექმნილი და თებერვლიდან მუშაობს, ვიცით რომ მალე დაასრულებს მუშაობას, მას 5 ივლისს ეწურება მუშაობის ვადა, ამ პერიოდის განმავლობაში ამ კომისიამ არაერთი ადამიანი გამოკითხა, მათ შორის აი გიორგი გახარიაც მეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა არც ერთხელ არ დაუძახიათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების იმ პირველი პირებისთვის, ვის ხელშიც ასე ვთქვათ, თავის დროზე ყველაზე დიდი ძალაუფლება იყო კონცენტრირებული, მათ შორის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის გიგა ბოკერია და კიდევ არაერთი სხვა პირი. ხა კითხვა რატომ არ გამოკითხეს სააკაშვილი, ისე როგორც რატომ არ დაიბარეს გიგა ბოკერია, ერთ-ერთი პოპულარული კითხვა, ასე ვთქვათ, იმ კითხვებს შორის, რაც საგამოძიებო კომისიასთან მიმართებაში არსებობს, ამიტომ მინდა რომ ეს კითხვა თქვენს დაგისვათ, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაუძახეს სააკაშვილს, რატომ არ დაუძახეს ბოკერიას? არ ვიცი, ვის როდის დაუძახებენ, მაგრამ ახლა საგამოძიებო კომისია, ახლა ცოტა ზედმეტად ვარქვევთ რაღაცას, ხო? ეს არ არის საგამოძიებო კომისია. ეს არ არის ლეგიტიმური ორგანო, სწორედ ასეთი არალეგიტიმური ორგანოს მიერ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი და ფაქტობრივად საგამოძიებო კომისია მიმდინარეობს ყოველდღიურად მის საარჩევნო პროცესებზე, ხო? ის რომ მის სასამართლო პროცესებზე, ის რომ დღეს ივანიშვილისთვის სწორედ პირველი და მთავარი ოპონენტი არის მიხეილ სააკაშვილი და ამის შესაბამისად მოხდა ის, რომ ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ მოახდინა სასამართლომ, როდესაც შეკრებითობის მუხლი აამოქმედა და ამ შეკრებითობით ფაქტობრივად განიზრახა ის, რომ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა სააკაშვილისთვის. ამიტომ თუ ვინმეს ებრძვის, თუ ვინმეს ჯის, სწორედ არის ის და ნაციონალური მოძრაობა, თუ ეხლა ვინმეს კონკრეტულ საგამოძიებო კომისიაზე, არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიაზე რატომ არ არიან ეს ადამიანები, რა ვიცი, ალბათ მაგის დროც მოვა და მათი განცხადებებიც მოვისმენთ, ჩვენ წულუკიანის განცხადებები, რომ აი ცოტა ხანში დადგება ნაციონალური მოძრაობის ჯერ რაღაცას ამზადებს, ასე ვთქვათ, ამზადებს იმ ფარსით, იმ რაღაცა ტყუილებით, იმ დადგმული სცენარებით და ალბათ მოუწევს ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა. კარგი, გიორგი გახარიაზეც ჩაგეკითხებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გარკვეული შეფასება უკვე გააკეთეთ მასთან მიმართებაში, ის მეორედ დაიბარეს იმ კომისიის ხდომაზე, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი არალეგიტიმურს უწოდებს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე აქვს კომისიას მასთან დამატებითი კითხვები, გახარიასთან, რომელიც მაყურებლებს რომ გავახსენოთ 2019 წელს იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას. რატომ გააქტიურა ქართულმა ოცნებამ გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხი, ესეც მინდა გკითხოთ, პირადი შურის ძიება, იმის გამო რომ თქვათ ხმაურით წამოვიდა და კარი გამოიჯახუნა, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებაში გიორგი გახარიამ, ეს არის თქვათ აუცი კაპიტულანტური პოლიტიკის გაგრძელება, რაზეც შეფასებები გვესმის ასევე ოპოზიციურ სპექტრში, თუ ეს არის მესიჯი უკვე ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში, ხო, რა არის ამ კითხვაზე თქვენი პასუხი? ხო, მაინც ეჭვები აქვს ივანიშვილს, რომ რაღაცნაირად ოპოზიციის პოზიციაზე არ გადავიდეს გახარია. თვითონაც უნდა ჩამოყალიბდეს გახარია, არის პროევროპული ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პროევროპული ოპოზიციური პარტიას წარმოადგენს მისი პარტია, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ სატელიტს ბიძინა ივანიშვილისას, რომელსაც უნდა რომ ეს არჩევნები ფაქტობრივად გაახადოს საკუთარი ლეგიტიმაციად და ამით აღიაროს ის, რომ დაანახოს ის იგივე ჩვენს პარტნიორებს, რომ აი ქვეყანაში არ ხდება არაფერი, აგერ ადგილობრივი არჩევნები ჩავატარე, მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა ეგრეთ წოდებულმა და ამით უკვე ახლა შიშებშია, რომ რამენაირად არ მოხდეს მისი პროევროპული ოპოზიციური პარტიების მიმართ, ასე ვთქვათ, მხრიდან რაიმე სახით გადაბირება და მანაც არ თქვას უარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ამით ყველაფერს შეეცდება, რომ რაღაცნაირად გაიმყაროს ეს. არა და გახარიას პარტიაში პირიქით ამბობენ, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ეს გადაწყვეტილი საკითხიაო, როგორც პარტიაში განმარტავენ და შესაბამისად ქართული ოცნების მიზანია, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ პოზიციაში ხედავთ თუ არა ლოგიკას, რომ ქართული ოცნების ინტერესი იყოს არა ოპოზიციური ძალების ჩართვა ადგილობრივ არჩევნებში, არამედ პირიქით ბოიკოტი
ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ პარტიას მიაღებინოს არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ თამაში არ უნდა შეხვდეს მას არავინ. კარგი, გახარიაზე საუბრობდით და მის შესახებ ბოლო კითხვა და უკვე უშუალოდ ადგილობრივ არჩევნებზე მინდა კითხოთ, უნდა მივიდეს თუ აღარ უნდა მივიდეს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. მოდით ამ კითხვასაც უპასუხოთ. თავად ყოფილი პრემიერის გუნდში ინარჩუნებენ პოზიციას, რომ პარლამენტში მივიდნენ და ქართული ოცნება მათივე მოედანზე ამხილონ. არ ვფიქრობ, რომ ან ჩემს მიმართ, ან ზოგადად ჩვენს მიმართ დასასრულებელი კითხვა, მე არანაირი სურვილი არ მაქვს მას სამერჩევა მივცე, ან უნდა მივიდეს, ან არ უნდა მივიდეს. ხო, გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, იმ მასკარადში, რაც დადგა წულუკიანმა იმ რამოდენიმე ადამიანებთან ერთად, რომლებიც ფაქტობრივად არიან მთავარი კორუფციის ბუდეში ჩართული ადამიანები და ჩვენ არაერთი გვინახავს, თუნდაც იქ მჯდომი ადამიანები, ვინც ახლა დღეს კომისიის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას ეგრეთ წოდებულში, ფაქტობრივად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ კონკრეტულად ამ ადამიანებს ქართული ხალხის მიმართ და ყოველდღიურად ქმედება მათი მიმართულია იმისკენ უფრო მეტად გააღატაკონ მოსახლეობა და ქვეყანას ჩამოუგრიონ სუვერენიტეტი. კარგი, ადგილობრივ არჩევნებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გახარიას პარტიაში ღიად ამბობენ, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებით. ლელო ძლიერ საქართველოს ჯერ არ გაუცია შესაბამის კითხვაზე თქვა ზუსტი პასუხი, თუმცა როგორც ვიცით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტიაშიც აქტიურად განიხილება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. აი მამუკა ხაზარაძემ გუშინაც გააკეთა განცხადება, რომ რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს. რა გაქვთ სათქმელი მამუკა ხაზარაძის განცხადების და მთავარი წინააღმდეგის ფრონტი უნდა გაუმართოთ თბილისში, ხო, რა ვიცი. მორჩილება როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა. ხო, იმ მოცემულობით, როდესაც ფაქტობრივად ყველა სტრუქტურა თავიდან ბოლომდე ის სტრუქტურები, რომელიც გარანტი უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანი რომ მივა საარჩევნო უბანზე, მისი ხმა იქნება გარანტირებულად დაცული. ყველა ეს სტრუქტურა თავიდან ბოლომდე მორჩილებაშია ივანიშვილთან, ხო? ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიცია, რომელიც მაგალითად საარჩევნო უბანთან უნდა იცავდეს ადამიანების უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ ვახეთ 2024 წელს პოლიცია ფაქტობრივად იყო ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმ გაყალბების და დაშინების პროცესში, რომელიც ხორციელდებოდა 2024 წლის არჩევნებზე. იგივე სუსი, იქ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დღეს არსებობს, ფაქტობრივად არ არსებობს მარტო საკუთარი ხმის დაცვის მექანიზმი კი არა, არ არსებობს პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმ საკუთარი ამომრჩევლისგან მიცემული ხმის დაცვის მექანიზმი. ამ პროცესში როგორ შეიძლება საერთოდ ვილაპარაკოთ არჩევნებში მონაწილეობაზე? ძალიან ძიმია, როდესაც პოლიტიკური პარტია გამოდის და ამბობს, რომ აი რა იცი, ჩვენ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას. ნორმალურ ქვეყანაში ესე უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ხო დღეს ნორმალურ გარემოში არ ვიმყოფებით. ჩვენ ვიმყოფებით თავიდან ბოლომდე ერთი მაფიოზი კაცის მიერ, ერთი რუსი ოლიგარქის მიერ კონტროლირებად ფაქტობრივად პროცესში. ამ მოცემულობით დღეს რამენაირად საუბარი მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში არის პირველ რიგში საკუთარი თავის ღალატი. პირველ რიგში იმ ადამიანების ღალატი, ვინც აი ამ ბრძოლის დროს მოხვდნენ საფყრობილეში და უკვე რამდენი რამისთვის არის მზად ლელო, მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, ეს არის ისევ მამუკა ეს უკვე ფაქტობრივად რაღაცა თავისმართლების რეჟიმია და ის რომ ისინი საუბრობდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ეხლა რაღაცა ამით თითქოს რაღაცა შეცვალეს და რა ვიცი, თან იმას ვთავაზობთ, ხო? ციხეში მყოფ ადამიანებს თავაზობთ, იცით რა, თქვენც დაგვეხმარეთ ეს კანდიდატები შევარჩიოთო მგონი, ხო? თუ აქციის მონაწილეებს თავაზობთ, რომ აი თქვენც ჩართული იყავით კანდიდატების შერჩევაში, რა ვიცი. ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ დღეს ჩვენი ღალატია, ჩვენთვის ღალატია ის, რომ თქვენ რამენაირად შეხვიდეთ ბიძინა ივანიშვილის ამ ბინძურ თამაშში. ამიტომ, რა ვიცი, ყველა ეს დათქმა, მთავარი დათქმა უნდა იყოს ის. ყველა ის სტრუქტურა, ყველა ის ორგანო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელ გარემოში და არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც სადაც გარანტირებულად მოსახლეობას ეცოდინება, რომ მისი ხმა იქნება დაცული. დღეს ამ თამაშში შესვლა, ამ მოცემულობით ბიძინა ივანიშვილთან რამე პროცესში შესვლა არა წინააღმდეგობაა, არამედ მორჩილებაა.
არა და ბატონ გიორგი, აი თუნდაც იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც აჩვენებს, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში არის ძალიან მაღალი, ხო, მნიშვნელოვნად გაზრდილი. შესაბამისად, ამ კონტექსტშიც ჩნდება კითხვა, რა ვიცი, რატომ არ უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ ეს უპირატესობა. ძალიან სამარცხვინოდ დაიმალა კიდე აი ამ კვლევის რაღაცა დეტალები, ხო, მე გახდა ცნობილი ამ კვლევის დეტალები, სადაც თითქოს გვესაუბრებია, რომ 54% თანახმაა, რომ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. თავარია როგორ იყო კითხვა დასმული და ჩვენ უკვე ეს ამბავი გამჟღავნდა, როგორ იყო დასმული კითხვა, იქ იყო ასევე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად საუბარი და ის რომ ადამიანები მზად არიან იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ადამიანის პოზიცია არის, რომ ისეთ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელშიც მათი ხმა იქნება გარანტირებულად დაცული. და ჩვენი მთავარი მიზანი დღეს უნდა იყოს ის, რომ არ შედგეს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია. და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ შედგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ივანიშვილს არა დაუზიანებს პოზიციას, არამედ უფრო მეტად გაუმყარებს პოზიციას დღეს რამენაირად ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნები და მე არ ვთვლი, რომ თუნდაც ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას, ან ორი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული პარტია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას, ეს რამენაირად შემდგარად ჩაითვლება და ლეგიტიმური იქნება ეს არჩევნები. ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი იქნება, ყველა ის პოლიტიკური პარტია იქნება ჩვეულებრივი სატელიტი ივანიშვილისა და იქნება, ასე ვთქვათ, შეთანხმებულად განხორციელებული პროცესი. ბოლოს ბატონ გიორგი უკვე 200 დღე გახდა, რაც ქართულ ოცნებას პროტესტის ფონზე უწევს ხელისუფლებაში დარჩენა, 200 დღე მას შემდეგ, რაც მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან რუსთაველის განძერზე. ჯინ შაჰინი გამოეხმაურა გუშინ ამ თარიღს, ქართული ოცნების ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება, ანგარიში ვალდებულების მიღწევის მიზნით ძალისხმევას გავაგრძელებთ, მათ შორის ორპარტიული მეგობარი აქტის მიღებით ამბობს სენატორი შაჰინი. თქვენ რა სიტყვით, როგორ გამოიყურება ქართული ოცნება 200 დღიანი საპროტესტო აქციების ფონზე? არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება უფრო კარგ მდგომარეობაშია აი ამ 200 დღის მიწურულს, ხო? და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად აქტიური იქნება პროტესტი, მით უფრო ყოველდღიურად დაზიანდება ქართული ოცნების მდგომარეობა და ნელ-ნელა გამოეცლება ის სადავეები, რომელი სადავეებითაც ცდილობს ადამიანები ციხეში გაუშვას, დააშინოს, ჯარიმები დააწესოს უფრო მეტი სხვადასხვა პროცესები განახორციელოს, რომლითაც შეეცდება, რომ რამენაირად პროტესტი ჩაახშვეს. ამიტომ ჩვენთვის მოტივატორი უნდა იყოს იგივე ჯიმ შაჰინის და ყველა იმ პოლიტიკოსის თუ სახელმწიფოს განცხადება, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების განცხადება და ამან უფრო მეტად უნდა გაგვიმყაროს პოზიციები, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში და არა მორჩილებაში ივანიშვილის რეჟიმთან. ამიტომ თავარი დღესაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს არის ერთიანობა, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დავსხდეთ ერთად და ვიზრუნოთ იმაზე, როგორ არ შედგეს ის ადგილობრივი არჩევნები, რომლის ჩატარება და ამით ლეგიტიმაციის საკუთარ თავზე მინიჭება უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. გეგმები არის მონახაზი ყოველ შემთხვევაში გეგმის იმასთან დაკავშირებით, როგორ არ უნდა შედგეს თავარი გეგმა არის ერთი რამ. თავარი გეგმა არის ერთი რამე, ყველა საკუთარ თავთან იყოს მართალი იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც ახლა ყველა ერთად ვიმყოფებით. ამიტომ ყველა პოლიტიკოსმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანაა გადასარჩენი და არა საკუთარი პოლიტიკური პარტია. მადლობა სტუმრობისთვის. ვემშვიდობებით გიორგი ბოტკოველს, დღის ნიუსრუმიც ამის დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.